გამარჯობა ნიკოლოზი. გამარჯობა. ნიკოლოზი, მინდა გითხრა 2024 წელს შენ ნამყოფი ხარ ყაზახეთში, უზბეკეთში და ასევე კიდე 2025 წელს კიდე ხარ უზბეკეთში ნამყოფი. ანუ სამჯერ ხარ უზბეკეთში, ყაზახეთში ნამყოფი. დიახ. და ანუ სამჯერ 2024-ში და 2025-ში გაკ, ანუ სენაკში და საქართველოში ჩამოტანილი 3 ოქროს მედალი. დიახ. და როგორც ვიცი, ხარ აზიის ჩემპიონი სამგზის. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის და 2025 წლის სერტიფიკატები, დიპლომები, რომელიც ნიკოლოზ გაბედავა 2024 წელს და 2025 წელს მოიპოვა საქართველოში, საქართველოს გარეთაც კიდე სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში და კიდე უზბეკეთში. ანუ სამჯერ არის ნიკოლოზ გაბედავა ნამყოფი, როგორც ვიცი ხო? სამჯერ ხარ? დიახ. აჰა. და 2024 წელს და 2025 წლებში ნიკოლოზ გაბედავამ მოიპოვა ამდენი დიპლომები და ამდენი სერტიფიკატები. ეს არის დიდი რაღაცა, რომელიც თელ სამეგრელოს, თელ საქართველოს და თელ ოჯახის წევრებს უხარიათ ეგი. ეს არის შენი ყველაფერი მოპოვებული ჩემო ნიკოლოზი, ხო ასე? დიახ. ადრე თუ შეიძლება ბატონო ნიკოლოზი. ნიკოლოზ გაბედავამ მოიპოვა უზბეკეთში აი ეს ოქროს მედალი, ასევე კიდე ყაზახეთში და ასევე კიდე უზბეკეთში მოიპოვა ეს 3 ოქროს მედალი, რომელიც გახდა სამგზის აზიის ჩემპიონი. ასევე ნიკოლოზი მოიპოვა კიდე სომხეთში საერთაშორისო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და ეს 4-ვე მედალი არის ტაიკვანდოში, სადაც ნიკოლოზი დადიოდა. ანუ შენ ტაიკვანდოში რო დაადიოდი, 4 ოქროს მედალი მოიპოვე, ხო? დიახ. ანუ რთული იყო შენი ბრძოლები? ნუ კი. ანუ იმდენად არ იყო შენთვის, ხო? ხო. მაგაშობდა, სადაც ტაიკვანდოში მან სამჯერ გაიმგზავრა უზბეკეთში და ყაზახეთში და სამივეჯერ მან 3 ოქროს მედალი ჩამოიტანა თავის სამეგრელოში, თავის ოჯახში და ასევე საქართველოში და დიდი რამ გააკეთა, რომელიც ეს ყველაზე კარგია. ასევე ნიკოლოზ გაბედავამ კიდე გაიმგზავრა სომხეთში, სადაც მიიღო მონაწილეობა საერთაშორისოზე და მოიგო კიდე ოქროს მედალი და ამის გარდა ნიკოლოზ გაბედავამ 1 წლის მერე კინგბოქსინგში დაიწყო ვარჯიში და კინგბოქსინგიდან მოიპოვა კიდე ოქროს მედლები. ანუ ნიკოლოზ გაბედავა ასევე საერთაშორისოზე თამარიც მოიპოვა და ასევე ნიკოლოზ გაბედავას კიდე აქვს აგერ ბანერი, სადაც არის 2025 წელს საქართველოს ჩემპიონი რო გახდა ოფიციალურად და ასევე